დარბაზში რო შევსულ ვარ, პროკურორის კამისკენ წავსულ ვარ და მე გამხსენებია, რომ მე აღარ ვარ პროკურორი. მე თითქმის 22 წელი ვიმუშავე პროკურორად და სიმართლე გითხრათ, თავიდან მართლა გამიჭირდა გაცილებით მეტი სიკეთის კეთების შესაძლებლობა მომეცა ადვოკატად მუშაობის პერიოდში, ვიდრე პროკურორობის დროს. ამ ბრალს ჩვენც კი ვხედავთ ამ საქმეში. როდესაც ვკითხულობთ ადვოკატები, ბრალს როგორ არ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ კიდე დამატებით ისეთ გარემოებებს, რომელიც ჩვენ დასაცავ შეუუბსუბუქებს თუნდაც ამ წარდგენილ ბრალს, რომელიც დასტურდება. ახალი სისხლსამართლის კოდექსით გაცილებით გამარტივდა. ძალიან ბევრი საპროცესო დოკუმენტი, საგამოძიებო მოქმედება ამოვარდა იმ სისხლსამართლის კოდექსიდან და უფრო მარტივად ხდება დანაშაულის ფაქტის დადგენა თუ არ დადგენა. დაზარალებული აღარ არის უკვე მხარე. დაზარალებულს ვეღარ იცავს ადვოკატი. ასეთ შემთხვევაში რაღაცა პატარა ეშმაკობა შეიძლება იხმაროს დაზარალებულმა. ზემდგომ პროკურორთან ჩივილი როშენი გამომძიებელი არ მუშაობს და ასე შემდეგ. დაზარალებული ეხლა რომ მივიდეს აბა ექსპერტიზა რო ჩატარდა რა შედეგი დასრულდაო შეიძლება არც უთხრან. ეს ხარვეზი ეს მე ხარვეზად მიმაჩნია. თაღლითობის ბუხში მოსახლეობას განმარტო თავარი განსხვავებული არის უნდა იყოს ადამიანი მოტყუებული. ნოტარიუსს რომ მაპატიეთ და მივადგებოდით რომ აი შენ რატო არ განუმარტე ეს ადამიანი ხელს რაზეა წერდა. მე მხოლოდ ხელმოწერაზე ვაგებ პასუხს. ნოტარიუსის პასუხი ასეთია. ხელშეკრულებას რომ აწერ ხელს, უნდა წაიკითხო რაზეა წერდა ხელს. ნებისმიერ მესამე პირებთან წაიყვანეთ ერთი ადვოკატი. წაიყვანეთ ერთი ადვოკატი და წაიკითხოს იმ ადამიანმა და ქართულ ხალხურ ენაზე გადაგითარგმნოთ. რა წერია აქ? ესე რომ მოხდება, მე რა იქნება? რატომ დუმხარ შენ ხარ ეხლა საკითხი? ჩვენ ქალბატონ მარინას ნუვეჩხუბებით პროკურატურის მაგალითად. არა, არ უნდა მოასვენო, იქ უნდა დასახლდელევან, აი კარავი უნდა დასცე და დაჯდე იქ და მაგალითად პოლიციაში. აი ზუსტადაც ეგრე უნდა მოიქცე. კაცმა სრული 5 წელი მოიხადა არარსებული ბრალისთვის. რა არის ეს? დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ უნდა აგოს ადეკვატურად, მაგრამ ის უნდა იყოს დამნაშავე, ეს უნდა დასტურდებოდეს და ეს უნდა იტყვეოდეს სასამართლოში და სასამართლო უნდა იყოს მეტად კვალიფიციური, მეტად გაბედული ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მოსახლეობისთვის იქნება ძალიან სასარგებლო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც თავიანთ პოზიციასაც გაგვიზიარებენ თუნდაც კომენტარების სახით.